პარლამენტის სტუმარი და დავიწყოთ პირველ რიგში ცხადია უამრავი რამ არის რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა რომელზეც საინტერესო საუბარი თუმცა დავიწყოთ საუბარი ვიზიტებით ესე ვთქვათ ხო თქვენი ვიზიტი იყო სულ ახლახანს რუანდაში ასევე პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა ევროპელი სოციალისტების პარტიის ასე ვთქვათ დიდ ყრილობას და ასევე საპარლამენტო დელეგაციები სტუმრობდნენ სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქს ესე ვთქვათ ხო მოდით ესე მოკლე შეფასებით და ზოგადად რომ მოუხაზოთ რა მნიშვნელობის ვიზიტები განხორციელდა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მოდით თქვენი ვიზიტი იმიტომ რომ როცა ევროპაში სტუმრობენ ჩვენი ესე ვთქვათ დელეგაციები ევროპას თითქოს ამ პროცესში გასაგებია ხოლმე რა მიზანს ატარებს ეს ყველაფერი ხო ასე ვთქვათ სხვა კონტინენტზე ჩემთვის გასაგებია რომ ეს რაღაც დიდი ფორუმი იყო ესე ვთქვათ საპარლამენტო შორისო ურთიერთობების და კონგრესის მაგრამ რომ უთხრათ მოსახლეობასაც რა ხდებოდა იქ Privadon მადლობა მივესალმე კიდევ ერთხელ ჩვენს ტელემაყურებელს რაც შეეხება ამ ბოლო პერიოდში განხორციელებულ სხვადასხვა დელეგაციების ვიზიტებს მართლა ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს პარლამენტს ასევე პარტიული კუთხითაც ქართული ოცნების მონაწილეობა ბერლინში ევროპელი სოციალისტების შეხვედრაზე ესეც იყო რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მოვლენა რაც შეეხება დელეგაციას რომელიც იმყოფებოდა პარლამენტაშორისო კავშირის ასამბლეაზე 155 ასამბლეა იყო რომელიც ტარდებოდა ამჯერად რუანდაში და სადაც ესწრებოდა 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია 30 პარლამენტის თავმჯდომარე იყო აქედან 20-მდე პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით 5 კონტინენტის 20 ქვეყნის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა. რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? მათ შორის რა თქმა უნდა დიდი ნაწილი იყო აფრიკული, სამხრეთ ამერიკული ქვეყნები და ძირითადად ეს იყო ის ქვეყნები, სადაც ჩვენ არ გვაქვს საელჩოები და დიპლომატიური დაფარვა უშუალოდ იმ ქვეყნებში, ამიტომ მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ამ დროს პირდაპირ კომუნიკაცია კოლეგებთან მათ შორის არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის და საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის მხარდაჭერის წახალისებისთვის. თქვა ჩვენ შევხვდით ქვეყნებს რომლებიც ხანდახან თავს იკავებენ გაეროში იძულებულ გადაადგილებულ პირთა დაკავშირებით რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ხოლმე და ამას დაკავშირებით ქონდა საუბარი და გვაქვს იმედი რომ ისინი მხარს დაუჭერენ. ზოგადად ესეთი კონფერენციები და ასამბლეები იძლევა შესაძლებლობას რომ ერთ ადგილზე ბევრ კოლეგას შეხვდეთ და კომუნიკაცია კონდეს საპარლამენტო შორის თანამშრომლობა. ზოგადად ჩვენ პარლამენტს რაც შეეხება ამ მოწვევის პარლამენტს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საპარლამენტო დიპლომატია რაც სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ კოლეგა პარლამენტთან და პარლამენტარებთან კონდეს ურთიერთობა იმისთვის რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს კონდეს უშუალო კონტაქტი მათთან როდესაც ასეთი საკითხი წყდება საქართველოსთან დაკავშირებით. ბატონო თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი ახსენეთ ესე ვთქვათ საუბრის განხილვისა. მე როგორც ვიცი თქვენ რამდენიმე აფრიკული სახელმწიფოს დელეგაციის შეხვდით საპარლამენტო დელეგაციას შეხვდით ამ კონგრესის ფარგლებში. ამით განიხილება და რამდენად აქტუალურია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვაწყდებით ხოლმე გარემოს, როცა რეალობას, როდესაც ძირითადი, ასე ვთქვათ, ჩვენი ორიენტირები, მათ შორის ეკონომიკური განვითარების ორიენტირები თითქოს მიმართულია უფრო მეტად დასავლეთისკენ, ხო? მაშინ როცა ჩვენს მიღმა მაგალითად აფრიკის კონტინენტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, ესე ვთქვათ, მზარდი და ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი კონტინენტია და ეს აქტივობა, რომელიც ამ კონტინენტს უკავშირდება, რომელიც მათ შორის აზიური გიგანტების დაინტერესება, ვთქვათ, აფრიკული კონტინენტისთვის, ზრდის ამ რაღაც პოტენციალებს, ხო, აქეთ-იქით მიმოსვლის და მათ შორის ვაჭრობის და სატრანზიტო დერეფნების და ასე შემდეგ. ეს საკითხი რამდენად ხდება აქტუალური, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, როგორც იმ ორგანოს თავმჯდომარის გეკითხებით, სადაც პოლიტიკა უნდა იქმნებოდეს, ხო, რა პოლიტიკა ისაზღვრებოდეს სხვადასხვა მიმართულებით. ეს დანარჩენი სამყარო რამდენად შემოდის დღევანდელ დღეს ჩვენს, ესე ვთქვათ, არეალში, ხედვის არეალში. ზოგადად უნდა ითქვას, რომ საერთო განწყობაც კი იგრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ დისტანციები რთულად აღსაქმელი რჩება საბოლოო ჯამში. უკვე აღარ არის ის დისტანციები, რომელიც ადრე იყო თავისთავად, მაგრამ ეს დისტანციები არა მხოლოდ კომუნიკაციის მხრივ არის შემცირებული, არამედ გავლენების მხრივაც. მაგალითად
მაგალითად რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენ რეგიონს, არამედ ეს უშუალოდ იგრძნობა გეოგრაფიულად დაცირებულ ქვეყნებში და ამ საკითხებს ჰქონდა ჩვენ იგივე სამხრეთ ამერიკის თუ აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებს საუბარი თუ რამდენად მოქმედებს მათ ყოფაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ფასებზე მაგალითად გავლენას ის რომ თქვათ ის ომი რომელიც მიმდინარეობს და არ არის აქვს საუბარი მხოლოდ ხორბალზე და ასეთ პროდუქტებზე, არამედ ზოგადად საერთო ჯამში ის ფასტა ჯაჭვი, რომელიც ჯაჭვზეც ახდენს გავლენას ეს ომი, საბოლოო ჯამში აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაში მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. სწორედ ამიტომაც არის სხვათა შორის ამ ასამბლეის ფარგლებში რეზოლუციაც მივიღეთ, რომელიც ხარს უჭერდა უკრაინას და რუსეთის აგრესიულ ომს გმობდა. სხვათა შორის არ იყო ადვილი, ვინაიდან იქ რუსეთის დელეგაცია საკმაოდ ძირად იყო წარმოდგენილი და ცდილობდნენ ამ რეზოლუციის ჩაგდებას, თუმცა სოლიდარობა და მხარდაჭერა იყო იმ ქვეყნებისგანაც, რომლებიც ტრადიციულად უფრო მოიაზრებიან ხოლმე, რომ აქვთ უფრო ნეიტრალური პოზიცია დაჭერილი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დღესდღეობით უკვე ნეიტრალურად, გეოგრაფიულად შორს მყოფი ქვეყნებიც კი ვეღარ რჩებიან, ვინაიდან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს ეს ომი გავლენას. ამიტომ ერთის მხრივ ეს დისტანციები მცირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ საუბარი გქონდა როგორც პოტენციურ თანამშრომლობის საკითხებზე, კიდევ ერთხელ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ძირითადად ბევრი ქვეყანა იყო, მათ შორის რომელთანაც თქვა ჩვენ დიპლომატიური დაფარვა უშუალოდ გეოგრაფიულად საელჩოები იქ არ არის, ამიტომ ნებისმიერი კომუნიკაცია აქ მნიშვნელოვანი არის. გარდა ამისა, ჩვენ ასე ვთქვათ, საპარლამენტო თანამშრომლობის კუთხით, ასევე მათთვის საინტერესო იყო რეფორმები, რომლებიც ჩვენთან გატარდა, ან ტარდება ამ მხრივ გამოცდილების გაზიარება საპარლამენტო ცხოვრების. ჩვენ შეხვედრა გქონდა ასევე ინგლისის, სერბეთის, უკრაინის პირველ ვიცე-სპიკერთან გქონდა შეხვედრა, რომელთანაც საუბარი გქონდა სწორედ იმ მხარდაჭერაზე, რომელზეც საქართველოს უცხადებს უკრაინას და ამ მხრივ არის ხოლმე სწორედ სამწუხაროდ აი სპეკულაციები, რაც ჩვენთან ხდება საერთოდ სინამდვილეში, როდესაც ჩვენ უშუალო კონტაქტი გაქვს ჩვენს კოლეგებთან, აქ ყოველგვარი ესეთი გაუგებრობები არ არსებობს. და ასევე შეხვედრა გქონდა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის კორეის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ჩვენ ბევრი თანამშრომლობის და შეხების წერტილები გვაქვს ისედაც ამ ქვეყანასთან. კი ბატონო, კარგით რომ დავასრულოთ ხა რუანდაში გამართულ ასე ვთქვათ ასამბლეაზე საუბარი, გადავიდეთ ჩვენს ესე ვთქვათ უშუალო ორიენტირზე ევროპისკენ სწრაფვის ნაწილზე, ხო? აი ეს ვიზიტები, რომელიც ამ ბოლო დროს განხორციელდა, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს რაღაცა ბოლოს ესეთი გახმაურებული რეზოლუცია, რომელიც მივიღეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ხო? და ის ჩანაწერი, რომელიც იქ ჩაიწერა. რას უკავშირდება ეს ყველაფერი? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, მაგალითად ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რომ საქართველოს ერთ-ერთი სპონსორი ქვეყანაც კი იყო ამ რეზოლუციის და საბოლოო ჯამში შედეგი ესეთია, როგორიც არის. ხო, თავისთავად რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, რომ დავფიქრდეთ, ხომ ეს იყო რეზოლუცია და სწორედ აღნიშნეთ, რომ იყო საქართველოს თანაავტორობით, მათ შორის ან თანასპონსორობით შედგენილი რეზოლუცია, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის თავდასხმაზე უკრაინის წინააღმდეგ და ეს ტექსტი გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ ქართულ სახელმწიფოს. სხვა არაფერი არ არის თუ არა ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, როდესაც იქ მიხეილ სააკაშვილი ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულების გამო, ხო ახლა აღარ განმეორდები კიდევ ერთხელ. ყველაფერს თავი დაანომლებოთ, საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ იმისთვის, რომ აერია სიტუაცია აქვს. მას მისი მოხსენება რაღაც კონტექსტში თითქოს ის პუტინის პატიმრები და ასე შემდეგ ეს სხვა არაფერი თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. და სამწუხაროა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება ამისთვის და გარკვეულწილად ჩრდილის მიყენება ამ რეზოლუციისთვის. ამიტომ იქ იყო საუბარი მხარდაჭერასთან დაკავშირებით, თქვა ტექნიკურად შეიძლებოდა თუ არა ამ პუნქტის გარეშე მხარდაჭერა და რაც არის აბსოლუტურად ტყუილი. ეხლა მე მგონი როგორ მიიღება
გადაწყვეტილებები თუნდაც საქართველოს პარლამენტის მაგალითზე რო ვთქვათ, რეზოლუცია იქნება თუ სხვა დოკუმენტი, ყველა ხვდებით ხო, კეჭის ხა ეს არის პროცედურა, რაც გულისხმობს ან მხარს უჭერ, ან არ უჭერ. იქ მხარს არ უჭერ და გულში ვიღაცა მხარს უჭერს, ესეთი პროცედურები არ არსებობს. ამიტომ თავისთავად იქ საბოლოო ტექსტში საცულება იქნა შეტანილი და ფრჩხილებში აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი, თავისთავად კიდე ცალკე აღსანიშნავი ფაქტია. თავისთავად ამ მთლიანად ამ ტექსტს ქართული დელეგაციამ მხარს ვერ დაუჭერდა, ვინაიდან კიდევ ერთხელ ეს ტექსტი ამ შინაარსით წარმოადგენს თავდასხმას ქართულ სახელმწიფოს. თავდასხმას ვის მიერ? ვინ ესხმის? ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ ვინც იყო ამის ავტორები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და უკრაინის სამწუხაროდ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც, რომლებიც ხა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ადამიანები არიან, ხა ეს არ არის დასამალი. ხო, მაგრამ ვინმე დაგიჭირათ მხარი იმაში, რომ ამგვარი ჩანაწერი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ რეზოლუციაში. ზოგადად ხა მთელი ამ ასე ვთქვათ ამ მთლიანად პროცესის ასე ვთქვათ საკრულობა იმაში მდგომარეობს, რომ 650 კაციან ასამბლეაზე და ასე ვთქვათ პარლამენტში მაშინ როდესაც მას ესწრებოდა 95 ადამიანი, მაშინ მოხდა ამ ცვლილების ინიციირება, საბოლოო ჯამში 55 ადამიანმა დაუჭირა მხარი ამ 650 წევრიან პარლამენტში 55 ადამიანის შესწორებით იქნა ხარდაჭერით იქნა მიღებული ეს შესწორება. ანუ ეს თავისთავად უკვე საბოლოოდ რეზოლუციას კაც ხარდაჭერა. არ ვიცი საბოლოოდ რა თქმა უნდა ხარდაჭერა ქონდა, მაგრამ საქმეც იმაში არის, რომ ხა თუ სხვებს შეუძლიათ რომ თვალი დახუჭონ რაღაც ცვლილებაზე იმის გამო რომ რეზოლუცია მიიღონ, ჩვენ რა თქმა უნდა თვალს ვერ დახუჭავთ, ოდესაც საქმე ეხება ქართულ სახელმწიფოს თავდასხმა. ეს ხო არაფერი თუ არის თუ არა თავდასხმა, ოდესაც შენს მართლმსაჯულებას, შენს სამართლიანობის შეგრძნებას ქართველი ხალხისას ასე პირდაპირ ფეხქვეშ თელავ და ამბობ, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გრიგორიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცებინა, ადამიანი, რომელიც აი ხა მიდის კიდე სხვადასხვა საქმეები, მათ შორის ბიუჯეტის და თანხების მითვისებაზე და ასე შემდეგ, ამ ადამიანზე ისაუბრო იმ კონტექსტში, რომ თითქოს ის სამართლიან საჭიროს არ იხდის, ეს არ არის სხვა რამ თუ არა თავდასხმა სწორედაც შეგიძლიათ მითხრათ, რას ნიშნავს პარტიის თავმჯდომარის განცხადება ცალმხრივ მეგობრობაზე, ცალმხრივ მხარდაჭერაზე და ასე შემდეგ. აქ საუბარია რომ ზუსტად მთელი ირონიაც იმაშია, ზუსტად იმ დღეს, როდესაც მათ შორის რუანდაში პარლამენტის შორის ასამბლეაში ხდებოდა, ჩვენ მხარს უჭერდით რეზოლუციას, რომელიც მოვდა რუსეთის აგრესიას, მაშინ როდესაც ზუსტად იმ დღეებში გაეროში საქართველო იყო თანასპონსორი რეზოლუციის და მათ შორის ამ ევროსაბჭოში ამ რეზოლუციის თანასპონსორი იყო, სამწუხაროდ მათ შორის უკრაინის დელეგაციიდან პოლიტიკოსების მონაწილეობით მასე პირდაპირ მოხდა კიდევ ერთხელ თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. ეს რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო და არ არის სწორი ნაბიჯი, რა თქმა უნდა. იცი რა არის, მე რა მაინტერესებს, ნახეთ, მე მესმის, როდესაც ზოგადად აი მათ შორის თქვენ ახსენეთ რუანდის ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია და ქვეყანათა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და განსაკუთრებული ნაწილი ეხებოდა იმ რეზოლუციის, მე ვნახე ის რეზოლუცია, მათ შორის ამ ასე ვთქვათ ტერიტორიების ანექსიას, ხო, დანარჩენი ტერიტორიების კიდევ ყირიმის გარდა დანარჩენი 4 რეგიონის ანექსიას და ასე შემდეგ, ხო, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა იყო, ასე ვთქვათ, ხაზგასმული ამ რეზოლუციაში და მესმის, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის პრობლემა ძალიან ბევრ სახელმწიფოს წინაშე დგას და აი ეს ტერიტორიის, ვთქვათ, ასე ვთქვათ, უცვლელობა, საზღვრების უცვლელობა და სუვერენიტეტის ხელშეუვალობა უამრავი პატარა სახელმწიფოსთვის არის, ესე ვთქვათ, საკმაოდ პრინციპული. შესაბამისად, უამრავი ქვეყნის გადაწყვეტილება ასე მოიქცნენ და ასეთი ტიპის რეზოლუციას და ხარი დაუჭირონ ხოლმე, ჩემთვის არის აბსოლუტურად გასაგები. მათ შორის ჩვენი დამოკიდებულებაც, ხო, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჩვენც გვაქვს, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა ჩვენც გვაქვს და როცა ჩვენ ვამბობთ ერთის მხრივ, რომ ეს არის რაღაცა ვთქვათ, ჩვენ მხარს უჭერთ პრინციპს ტერიტორიული ურღვეობის და ასე ვთქვათ, სუვერენიტეტის შეულახობის, ეს აბსოლუტურად გასაგებია. მეორეს მხრივ ქმედებები, რომელიც უკრაინის მხრიდან ხშირად არის ხოლმე ვთქვათ, დაწუნებული მმართველი პარტიის მხრიდან, აი ეს ერთი ნაწილი, რომ აი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კი ბატონო, მაგრამ კვლავაც რატომ მიდის საუბარი იმაზე, რომ მეგობრები ვართ, ცალმხრივად მეგობრები ვართ, ცალმხრივად ხარს უჭერთ.
ამასთან ერთად ჩვენ გვესმის, რომ აი უკრაინაში არსებობენ ადამიანები, რომელსაც უნდათ მეორე ფრონტის გახსნა. უკრაინაში არიან ადამიანები, რომელიც არაფრად აგდებენ იმას, რომ ჩვენს მიერ ძებნილი ადამიანები არიან მაგალითად რაღაცა სხვადასხვა ინსტიტუტებში წარმოდგენილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს თითქოს ერთმანეთს გამორიცხავს, ხო? ერთის მხრივ პრინციპის მხარდაჭერა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, ლოგიკურია, მეორეს მხრივ მუდმივი მტკიცება იმისა, რომ მეგობრები ვართ ვიღაცის, მიუხედავად იმისა, რომ ის რამ მდგომარეობაში და ჩვენ როგორ გვექცევა. ეს ცოტა რაღაცა არ ვიცი, რამდენად თანმიმდევრული საკითხია. უბრალოდ ყოვლისა უკრაინელები, უკრაინა როგორც სახელმწიფო, ამავე დროს უკრაინელები როგორც ხალხი, რა თქმა უნდა, ქართული ხალხისთვის ახლო ხალხი არის. ეს არის წლების განმავლობაში ისტორიულად არსებული კავშირები, ოჯახური კავშირები, ქართველები, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ, უკრაინელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან ახლო ერი და აქედან გამომდინარე ჩვენ ზოგადად, რა თქმა უნდა, მათ მიმართ სოლიდარული ვართ. როგორც ჩვენთვის ახლო ერის მიმართ. მეორე არის ის ბრძოლა, რომელშიც ახლა იმყოფება უკრაინა და რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს არის სამართლიანი ბრძოლა და აქ თავისთავად სოლიდარობა არის ჩვენი ვალდებულება მათ შორის, ადამიანური ვალდებულება, რომ სოლიდარული იყოთ სამართლიანი ბრძოლის სამართლიანად მებრძოლი ერის მიმართ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ყველანაირი სიმპათია უკრაინის ხალხის მიმართ. მათ შორის რაც შეეხება ხელისუფლებას შორის ურთიერთობა და აქაც არ არის ისე თითქოს როგორც ხდება ხოლმე ხანდახან წარმოჩენა. სინამდვილეში მე გითხარით კიდევაც რომ ვიცე-სპიკერმა მქონდა იქ შეხვედრა და დელეგაციასთან. სინამდვილეში ეს როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებთ ძალიან ყველაფერი გასაგებად არის. არის შეიძლება რამდენიმე და უკვე ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი არ იყოს უკვე სახეზე ვიცით რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსიც, ზოგი პოლიტიკოსი, ზოგი მრჩევლის რანგში არიან და ამაზე სხვა შორის ჩვენი კოლეგები ხას უსვამენ, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ ვინ საუბრობს, ვინ და წარმოადგენს ის თუ არა ოფიციალურ პოზიციას უკრაინისა და სწორედ როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე ზოგიერთ ადამიანზე, რომელიც გარკვეულ რაღაც განცხადებს აკეთებს, არის მითითება, რომ რა თქმა უნდა ისინი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენენ ხელისუფლების პოზიციას. ამიტომ არის რამდენიმე ადამიანი, ვიცით ეს კავშირები როგორც არის, თავისუფლება მიშა გაერთიანება, რომელიც არსებობს საქართველოში და უკრაინაში, ეს ადამიანები არიან მათ შორის ამ რეზოლუციის ინიციატორებში, ახლა ვიცით ხო პირდაპირ ასე ვთქვათ, რამის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები არიან ამ ყველაფერში ჩართული. სხვა შორის ევროსაბჭოს რეზოლუციაზე რომ მკითხეთ, წერა საბოლოო ჯამში რამდენიმე ადამიანმა დაუჭირა მხარი, 99 იყო თუ არ ვცდები 650-დან საბოლოო ჯამში 99-მა დაუჭირა მხარი, იქ წესი ესეთი არის, ვინც ესწრება, ის ყოველდღე საკმარისი არის, მაგრამ უბრალოდ მასშტაბებზე რომ ვიფიქროთ, რომ როგორ ხდება ასეთი რაღაცეების, შეიძლება ისე მიღება, რომდესაც ადამიანები რაღაც დეტალებს არ უკვირდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენც ეს დეტალი არ არის, ეს პრინციპული საკითხი არის, რომ არ ხდებოდეს ისტორიის გადაწერა და სწორედ ეს ფრჩხილები არის ცდელობა გადაიწეროს ისტორია თითქოს დამნაშავე, რომელიც ახლა იხდის სასჯელს, ის დამნაშავე კი არ არის, არის ვიღაცის პოლიტიკური პატივი. აი ამ მოცემულობაში, რომელს მე ამას იმიტომ გეკითხებით, რომ დღეს საკმაოდ ქართული ოცნების რამდენიმე წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება და გამოეხმაურა, ესე ვთქვათ, ყოფილი გენერალური პროკურორის და იუსტიციის მინისტრის ურავადეიშვილის გამოჩენა სხვადასხვა კადრებში, ხო? და ზუსტად ამიტომ გეკითხებით, აი ამ მოცემულობაში თუ ითხოვს საქართველოს, მაგალითად, მისთვის ძებნილი პიროვნების ან გადმოცემას ან რაღაცა ამ ტიპის კომუნიკაცია თუ არსებობს? ზოგადად ჩვენ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც მეც პირადად არაერთხელ მithქვამს, რომ ახლა უკრაინა არის ომში და ჩვენ უსურვებთ მას მხოლოდ გამარჯვებას, თუმცა ეს ომი დასრულდება, უკრაინა გაიმარჯვებს და შემდეგ რა თქმა უნდა იქნება საკითხები, რომელზეც საჭირო იქნება საუბარი, მათ შორის აქ ზოგიერთ განცხადებებზე, რომელიც ახლა კეთდებოდა, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორც არის საქართველოში საჯილმიჯილი ადამიანების შეფარება და არა მხოლოდ შეფარება, არამედ მაღალ თანამდებობებზე დაწინაურება. ჩვენ ისაც ვნახეთ ეს ერთის მხრივ თავისთავად ახლა ერთი არის რომ უკრაინაში არიან შეიძლება იყოს დასაქმებული ადამიანი რომელიც ან რაღაც პოზიციაზე ადამიანი რომელიც საქართველოში აქვს 5 საქმეზე თუ კი საუბრობთ ზურაბ ადეშოს 5 საქმეზე აქვს მისჯილი სასჯელი და რომ მოქმედებს ის წესი რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო შეკრებითობის წესი 19 წელი აქვს ჯამში მას მისჯილი მათ შორის ისეთ საქმეებზე როგორც არის კობა დავითაშვილის გატაცება და თითქმის სიკვდილამდე ცემა ისეთი საქმე
რომელიც შეეხება სხვადასხვა ქონების ჩამორთმევას და ასე შემდეგ. მათ შორის ციხეში წამების ფაქტებსაც შეეხება. აი ამ საქმეებზე აქვს ზურაბ ადეიშვილს ჯამში 19 წელი მისჯილი. და ასეთი ადამიანი, როდესაც შემდეგ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ არის სხვადასხვა ასეთ სახით შეხვედრებს, რა თქმა უნდა, ჭრილს აყენებს თავად იმ ორგანიზაციებს, სადაც ის იმყოფება. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოს იმ შეხვედრებზე შეიძლება ასე არ იცნობდნენ, არც იციან ზუსტად ვინ არის ეს ადამიანი, თუმცა თავისთავად ეს რა თქმა უნდა ჭრილს აყენებს, როდესაც ადამიანი, რომელიც თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ დანაშაულებზე, იქ ვთქვათ გენერალური პროკურატურის თანამშრომლის სახით თითქოს სხვისი გასამართლებით არის დაკავებული. კი ბატონო. კარგით, მოდით რაღაცა ნაწილში ამ საკითხს მე ბოლოსკენ კიდე მიუბრუნდეთ. ახლა გადავიდეთ იმ აქტუალურ თემებზე, რომელიც პარლამენტში განიხილება. ხო დღეს მიიღეთ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილება გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, ხო? საინტერესო შემთხვევაა იმ თვალსაზრისით, რომ ბოლო პერიოდში ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია თუ ასე ვთქვათ, გამორჩეული იმით, რომ ოპოზიციის მხარდაჭერაც ესე ვთქვათ ქონდა ამ ცვლილებას, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ქონდა ამ ცვლილებას. და მნიშვნელოვანია ერთის მხრივ კიდევ ის საკითხი, რომ თითქოს არავის არ მოსწონს ეს ცვლილება. ესე ვთქვათ, მე არ მომისმენია რომელიმე ესე ვთქვათ საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლისთვის, რომელიც იტყოდა, რომ კარგია, ეს არის კარგი ცვლილება და ამიტომ უჭერთ მხარს. თითქოს ყველა ამბობს, რომ ეს არის საჭირო და რაღაცა გამომდინარე იმ რაღაცა რეკომენდაციებიდან და იმიტომ დაუჭირეთ მხარი. თქვენი აზრით პერსონალურად რაში მდგომარეობს ის პრობლემა, რომლის გამოც ეს ცვლილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა დღეს და რომელსაც ასეთი უმრავლესობა ჰქონდა, ხო, 120-ზე მეტი ხმა დააგროვა, რაში მდგომარეობს ამ გადაწყვეტილების ესე ვთქვათ, აი ეს პრობლემა, რაზეც თქვენ აკეთებთ, რაზეც ქართული ოცნება აკეთებთ მაგალითად. სხვათა შორის საერთოდ საინტერესო დისკუსია იყო და ვფიქრობ, რომ სასარგებლო დისკუსია იყო ამ ცვლილების გარშემო, ვინაიდან მართლაც ბევრი დაფიქრდა ამ რეგულაციის მნიშვნელობაზე ან აზრზე, ან აზრის არქონაზე. თუ საქმე ეხება კვალიფიციური უმრავლესობით, ამ შემთხვევაში კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევის წესს. მაგრამ ეს თავისთავად ჩვენ გვაბრუნებს იმ საკითხთან, რომ ხშირად, თქვენც ალბათ გსმენიათ, რომ ხშირად ხდება წინადადებების ასე ვთქვათ შემოტანა, რომ კვალიფიციური უმრავლესობით მოხდეს რაღაც თანამდებობაზე ვიღაც არჩევა თუ ასე შეიძლება. კვალიფიციური უმრავლესობა, როგორც გარკვეული პანაცეა კონსენსუსზე ორიენტირებული პარლამენტისა, რაც სინამდვილეში არის ტყუილი. ეს არის აბსოლუტური утопია და ეს იმითაც ვკითხება, რომ თუ კი შევხედოთ ჩვენ გამოცდილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, სულ არის ორად-ორი შემთხვევა, ყველა ქვეყანას შევხედოთ, ორად-ორი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი თანამდებობის პირს რომელიღაცას ირჩევს კვალიფიციური უმრავლესობით. ერთი ეს არის ბელგიაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების და იქ აქვს თავისი მიზეზი, იმიტომ რომ არის კვოტირება სხვადასხვა ასე ვთქვათ ეროვნებისა და ასე შემდეგ, მოკლედ სპეციფიკა არის იქ და მეორე გახლავთ უნგრეთში სწორედ გენერალური პროკურორის არჩევა, რომელიც გაკრიტიკებული აქვს ვენეციის კომისიას თავად ეს წესი, ვინაიდან ის შესაძლებლობას აძლევს უმცირესობას, რომ დაბლოკოს უმრავლესობის გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე არის გაკრიტიკებული. ეს რომ იყოს კარგი წესი, რა თქმა უნდა, ევროპას ვერავინ დაასწრებდა, რომ ასეთი წესი ქონდეს, მით უმეტეს ევროპა ზოგადად ორიენტირებულია კონსენსუსზე. სინამდვილეში და ეს ჩვენ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევამაც გვაჩვენა, ხო მე ხალხი ხდები მესამე წრეზე მივდივართ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევისა, ვინაიდან კვალიფიციური უმრავლესობა არ გროვდება. სინამდვილეში კვალიფიციური უმრავლესობით მიიღწევა არა კონსენსუსი პარლამენტში, არამედ ეს არის ინსტრუმენტი, რომ უმცირესობამ აიძულოს უმრავლესობა, რომ დაეთანხმოს მის გადაწყვეტილებას. ეს არის ფაქტობრივად გარკვეული გაგებით ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტი იმ მხრივ, რომ ისე რომ პოლიტიკური ძალები ვერ იმარჯვებენ არჩევნებში, იღებენ ძალაუფლების ბერკეტებს და შეუძლიათ ასე ვთქვათ გარკვეულწილად აიძულებენ უმრავლესობას, რომ დაეთანხმონ მის კანდიდატურას. და რატომ არის ეს იძულება? უმრავლესობის
ინტერესი, რა თქმა უნდა, უმრავლესობა თავისუფლ გულისხმობს, ეს არის ძალა, რომელიც არის ხელისუფლებაში, მართავს ქვეყანას და მის ინტერესში არის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობდეს. ოპოზიციას მით უმეტეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ასე ვთქვათ, პოლარიზებულ პოლიტიკურ ელიტაზე, მაგრამ არა მხოლოდ. ოპოზიციის ინტერესი არის, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. გარკვეულწილად პრობლემები შეუქმნას მათ შორის ხელისუფლებას, იმისთვის, რომ ამორჩეველი დაარწმუნოს, რომ ის ვერ მართავს ქვეყანას ისე, როგორც საჭირო არის. ამიტომ, როდესაც საუბარია ამა თუ იმ თანამდებობაზე, კოალიციური უმრავლესობით არჩევას და სადაც უკვე უმცირესობას აქვს შესაძლებლობა დაბლოკოს გადაწყვეტილება. აქ, რა თქმა უნდა, უმცირესობა ამით ისარგებლეს ყველა ქვეყანაში, ყველაზე განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ისარგებლეს უმცირესობა, რომ პრობლემა შეუქმნას ინსტიტუტს, არ იქნეს არჩეული ხელმძღვანელი ამ ინსტიტუტს, იქნება ეს CESCO, პროკურორი თუ სხვა ასეთი თანამდებობის პირი, იუსტიციის საბჭო მათ შორის და ამითი აჩვენოს შეარყიოს გარკვეულწილად ხელისუფლება. და ეს არის პირდაპირ ბერკეტი. თითქოს რეკომენდაციის, უკაცრავად, რეკომენდაციის мотиваცია ამ შემთხვევაში ჩვენთან მიმართებაში იყო, ასე ვთქვათ, ის მოცემულობა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება, მაგალითად, მართველი პარტია ფლობს საპარლამენტო უმრავლესობას, ფლობს ერთი მუნიციპალიტეტის გარდა თელს ყველა საკრებულოში, როგორც მახსოვს, ყველა მერის თანამდებობას და ასევე ძალიან სულ რამდენიმე 2 თუ 3 არის თქოს ვარცდები მუნიციპალიტეტის სადაც საკრებულოშიც არ არის უმრავლესობაში ქართული ოცნება, ხო, დანარჩენი ყველგან უმრავლესობას. ანუ რეალურად და ასევე პირობითად ყველა, ვთქვათ, აღმასრულებელ თუ ვთქვათ ეს საკანონმდებლო ორგანოში ყველა კომიტეტის ასე შემდეგ, ანუ მთლიანობაში თითქოს мотиваცია რეკომენდატორისა იყო ის, რომ რაღაცნაირად მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება სხვებზე. არ არის ეს ლეგიტიმური ასე ვთქვათ მოტივი ეს ამგვარი ტიპის რეკომენდაციისთვის? ხო, სინამდვილეში გამოდის ეს არის ხელოვნური ჩარევა დემოკრატიულ პროცესში. თქვენ რაც ახსენეთ, ესეც არის სწორედ ერთ-ერთი мотиваცია, რომ ვინაიდან ხელისუფლებაში არის ამჟამად ერთი პარტია, რომ გარკვეულწილად გარკვეულ საკითხების გარშემო შეიქმნას ხელოვნურად კოალიციები. არჩევის საკითხებზე ვსაუბრობთ, ხო, მაგალითად CESCO-ს თავმჯდომარის არჩევა თუ იუსტიციის საბჭოს წევრის არჩევა, ომბუდსმენის არჩევა, რომ ამის გარშემო გარკვეული მექანიზმები ხელოვნურად შეაქმნიებენ კოალიციები. მაგრამ საქმეც იმაში, რომ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ასე არ მუშაობს დემოკრატია. საქმეც იმაში არის, რომ ეს არის ცდელობა, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა რაღაც მექანიზმებით მოხდეს უმცირესობისთვის ძალაუფლების ბერკეტების მიცემა. და აქ მეორე საკითხიც არის. დადგება მომენტი, როდესაც კოალიციური მთავრობა იქნება პარლამენტის მეშვეობით, ანუ იქნება კოალიციის შექმნა საჭირო, ამ შემთხვევაში სად მივიდია? წარმოიდგინეთ თქვენ, რომ არჩევნების შედეგად 2-3 პარტიას უწევს კოალიციის შექმნა იმისთვის, რომ კონდეს უმრავლესობა. კოალიციის შექმნა თავის მხრივ არის რთული პროცესი, როდესაც შეთანხმებები ხდება სხვადასხვა საკითხებზე, პოლიტიკის განხორციელების კუთხით, მათ შორის თანამდებობის მხრივაც ხდება შეთანხმება და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროს დადგება საკითხი კოალიციური უმრავლესობის საჭიროებისა, კოალიციური გაერთიანება, რომელშიც შედის 3 პარტია პირობითად, რომ მას რომ მოუწევს კიდე დამატებით რომელიღაც პარტიის მოძებნა და მასთან შეთანხმება გარკვეულ თანამდებობაზე პირის არჩევის. აქ ხო უკვე საერთოდ გავდივართ, აი ახლა ხო გვაქვს დღეს ჩიხური სიტუაცია, როდესაც რთულია შეთანხმება. აი შემდეგ უკვე კოალიცია რო იქნება, აი ის კოალიცია რამდენი შეძლებს მე სხვა პარტიასთან შეთანხმებას იმ კოალიციის წევრები. ეს კიდე მეორე საკითხი და პრობლემაა. ანუ რეალურად ჩვენ ახლა ამ წუთას კონსტიტუციაში შეიძლება ითქვას ვდებთ ასე ვთქვათ გარკვეულ განსაზღვრულ კრიზისულ ვითარებას. თავისთავად ჩვენ ამას ხედავთ CESCO-ს შემთხვევაზე, ხო, ხედავთ რომ გვაქვს მესამე წელზე მივდივარ თავმჯდომარის არჩევისა და ანუ ჩვენ პირდაპირ ჩვენივე გამოცდილება გვეუბნება რომ ეს სისტემა არ მუშაობს. ჩვენივე გამოცდილება პირდაპირ ემპირიულად ვაკვირდებით ყოველდღიურად რომ ეს არ მუშაობს ეს სისტემა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ გამომდინარე იქიდან რომ ეს 1-12 რეკომენდაციიდან არის, რა თქმა უნდა ჩვენ გვიწევს ამის შესრულება. სხვათა შორის საინტერესოა ამ საკითხში არის დღეს იყო საუბარი რომ კონსენსუსის თუ კომპრომისის შედეგი იყო. თავის დროზე ეს პუნქტი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. მე მაშინაც, როდესაც ეს შეთანხმების პროექტში იყო, მაშინაც ვიკითხე, ვისი ინიციატივა იყო ეს საკითხი და პასუხი ვერ მივიღე. მას შემდეგაც ვიკითხე, ოპოზიციურ კოლეგებთანაც ვიკითხე, არასამთავრობო ორგანიზაციასაც ვიკითხე, ვისი ინიციატივა იყო ეს თემა.
გენერალური პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით. პასუხის ვერ მივიღე. სამ ჯამში ვისთან იყო ეს კომპრომისი, ესეც არ ვიცი 19 აპრილის შეთანხმებაში, ვინაიდან ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და რეალობაში, პოლიტიკურ ძალებში და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ვერ ვნახე მე პირადად ვერავინ, ვინც იწოდა ეს ჩვენი ინიციატივა იყო, ჩვენ დავაყენეთ ეს მოთხოვნა, რომ ჩაწერილი იყო. ამიტომაც არის ეს მთელი დისკუსია აბსურდული. დღესაც პარლამენტში ვაკვირდებოდით, რომ არავინ სინამდვილეში მხარს არ უჭერს ამ პუნქტს, მაგრამ ყველა ვასრულებთ. რა გარკვეული ასეთი დილემური სიტუაცია გვაქვს, მაგრამ აბსურდული ჩემი აზრით. ხო, ეს გარკვეული, ამიტომაც ვამბობ, რომ დღევანდელი დისკუსია კარგი იყო. იმის საჩვენებლად ყველა უნდა სერიოზულად მიუდგეს საკუთარ პასუხისმგებლობას ამორჩევლების წინაშე. მათ შორის ჩვენი ოპოზიციური კოლეგები აი ამ პუნქტებთან დაკავშირებით უნდა ღიად საუბრობდნენ, რომ როდესაც რაღაც საერთანხმებია, ის უნდა თქვენ ღიად და მაშინ ჩვენი პოზიციებიც რეკომენდაციებთან მიმართებით, ჩვენ როგორც ქვეყნის, ხო ჩვენ ახლა ამ 12 პუნქტზე ვასრულებთ, ეს ხომ არ არის ის, რომ ხელისუფლება ან ქართული ოცნება ასრულებს ამას, ხო ჩვენ ქვეყანას ვასრულებთ რაღაც მოთხოვნებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა გაერთიანებამ ჩვენ მოგვანიჭოს გარკვეული სტატუსი და ერთი ნაბიჯი წინ წავიდეთ. ამიტომ ქვეყნის პოზიციებზეა საუბარი და თუკი ჩვენ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ყველა მიუდგეს ამ საკითხს პასუხისმგებლობით და ქვეყნის პოზიციებიდან გამომდინარე და მით უმეტეს გამომდინარე მოქმედებდეს და მით უმეტეს ამ საკითხზე რომელიც აქტუალური გახდება რამდენიმე წლის შემდეგ და შემდეგ იქნება დაახლოებით 8 წელი აქტუალური ეს საკითხი ჩვენ მომავალ პარლამენტს და მომავალ ხელისუფლებას არ დაუტოვოთ ის სისტემა რომელიც დღესაც ჩვენ გვაქვს თუ შევხედავთ CESCO-ს თუ შევხედავთ მათ შორის ომბუდსმენის არჩევას ამ კვალიფიციური უმრავლესობების იმას ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს ფრანკენშტეინის სისტემა ამ შევქმნით რაღაცა მონსტრი ამა თუ იმ რეკომენდაციებზე დაფუძნებით შეიქმნა მონსტრები რომელსაც ახლა უბრალოდ ვერ უსწორდებით არ ვიცით როგორ რა ვქნათ როგორ მოუვაროთ ამ მონსტრს საერთო ჯამში თუმცა მოდით ესეთი საკითხი თქვით ანუ საბოლოო ჯამში იქ ერთი ელემენტია რომელიც ასევე მაყურებელს რო კარგად ესმოდეს ხო ნებისმიერ უმრავლესობას მაინც რჩება შესაძლებლობა ამ ჩანაწერით აი ამ ცვლილებით რომ აირჩიოს პროკურორი თუმცა 1 წლის ვადით რაც ასევე თავისთავად პრობლემას წარმოადგენს ხო ანუ 1 წლის განმავლობაში შეუძლებელია ესე ვთქვათ იმ საქმიანობის წარმართვა რომელიც საქმეც უნდა დაევალოს გენერალურ პროკურორს და ამასთან ერთად რა თქმა უნდა რჩება მისი мотиваცია რომ იმ უმრავლესობას რომელიც არ უნდა იყოს თავი მოაწონოს რომ შემდეგ კიდევ ერთხელ გადაირჩიონ ხო დიახ და ამაში ჩანს აბსურდულობა საერთოდ ეს კვალიფიციური უმრავლესობების რეკომენდაციები ბოლო პერიოდში ჩდება სხვადასხვა საექსპერტო წრეებში და ეს არის გარკვეული ჩემი შეფასებით ცდილობა ახალი დემოკრატიების გაწვრთნის ასე ვთქვათ და თითქოს ესეც იკითხება რომ გაწვრთნის რომ კონსენსუსი ასე ვთქვათ გარკვეულ კორსეტში მოქცევით გამოწვრთნან რომ კონსენსუსი მიაღწიონ და პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა გქონდეთ მაგრამ საქმეც იმაშია რომ ეს თეზა თავად არის ძირშივე მცდარი ასე არც კონსენსუსი მიიღწევა და არც პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურა მაღლდება და ამის ცხადი მაგალითი არის საქართველოს იმ კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით რომელიც ჩვენ გვაქვს რომელიც კიდევ ერთხელ ემპირიული დაკვირვებაც აჩვენებს რომ არ მუშაობს კი თავარი კითხვები ამ საკითხებზე ბოლოში მოვიტოვე იმიტომ რომ მეორე ესეთი საკითხია სახალხო დამცველი ახსენეთ თქვენ ხო სახალხო დამცველი არჩევის საკითხი ანუ წესი დაახლოებით იგივეა კვალიფიციური უმრავლესობით უნდა აირჩეს ისიც ხათშორის იმ შემთხვევაში თუ აირჩევა კვალიფიციური უმრავლესობით მაშინ რა ხდება ამ შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელი რჩება იმ ოფისიდან ვინც არის მოადგილე რატო შეიძლება იგივეს გაკეთება გენერალურ პროკურორზე ასეც იქნება პრინციპში თუ ვერ აერჩევ გამოდის რომ რჩება მოადგილე ან ვინც არის მოვალეობის შემსრულებელი 1 წლის ვადით თუ აქვს უმრავლესობას არჩევის შესაძლებლობა ხო და ამიტომაც არის შემდეგ ანტიდედლოგის მექანიზმი ასე ვთქვათ მთელი აბსურდი ამ სისტემის არის ესე რომ იმ დროს როგორც კი ამოფრ უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა ამოვედეს უნდა თქვა რომ ჩიხიდან გამოსავალი მექანიზმი უნდა არსებობდეს და სადაც ჩიხიდან გამოსვლის მექანიზმი არის აქ უკვე კვალიფიციური უმრავლესობისაც გარკვეულწილად ასს უკარგავ და ეს არის შეკრული მანკიერი წრე რომელსაც სისტემისთვის ცუდის გარდა არაფერი არ მესმის სახალხო დამცველის არჩევის საკითხი მოდით ესე ვთქვათ კი ბატონო ანუ კვალიფიციური უმრავლესობის საკითხში გავერკვიეთ ახლა თვითონ ეს
პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, ხო? პირველი რაც მაინტერესებს, რა ფუნქცია ქონდა იმ კომისიას, რომელმაც სხვადასხვა ქულები, არ ვიცი რა პრინციპით დაუწერა სხვადასხვა კანდიდატს. ხო. ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი, მათ შორის ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ეხება ომბუდსმენის არჩევას, ესეც გახლავთ მე-12 რეკომენდაცია ევროპული საბჭოსი, რომ იყოს გამჭვირვალე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ისეთი პროცედურა მოგვეფიქრებინა, რომელიც ამ გამჭვირვალობას და მონაწილეობით პროცესს უზრუნველყოფდა. აქამდე არსებული პროცედურა, რაც რეგლამენტში იყო ჩვეულებრივი, რომ ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები უბრალოდ ასახელებენ გარკვეულ კანდიდატს, წერტილი. და მე ან ხდება შეთანხმება, ან არა. ამიტომ ჩვენ ეს პროცედურა შემოვიღეთ. პროცედურა გულისხმობდა, რომ პირველი რომ ეს იყო ღია კონკურსი, ანუ ყველა ადამიანს შეუძლია თავისი კანდიდატურის წარდგენა და შეთავაზება, ასე ვთქვათ, განხილვისთვის, ეს პირველი ეტაპი. აქამდე ეს არ არსებობდა, ანუ არ იყო შესაძლებლობა, რომ გარკვეული ფრაქცია ან პოლიტიკური ჯგუფი, ვისაც მოიფიქრებდა, რომ იყო კარგი კანდიდატი, იმას დაასახელებდა. ახლა არის კონკურსი, რომ შეიძლება ვიღაც უცნობი, ეხლა 19 კანდიდატი არის. შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ არც ქონოდა პოლიტიკურ ჯგუფებს ნაფიქრი ამ ადამიანზე და ის ადამიანი გახდეს, ხო, სახალხო დამცველი. არიან ადამიანები, რომლებიც ესე არჩანან მედიაში თუ სხვა მასშტაბში და არ არიან, ასე ვთქვათ, ცნობადი სახეები, მაგრამ ისინი არიან პროფესიონალები და თავის საქმეს კარგად აკეთებენ ზოგადად და ცნობადობა არ განსაზღვრავს ადამიანის კვალიფიციურობას. ამიტომ პირველი ეს იყო, ყველა შეეძლო მონაწილეობა მიიღო თავისი კანდიდატურა შეეთავაზებინა. მეორე ეტაპი იყო, რომ ჩვენ იმისთვის რომ ყოფილიყო ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, შევქმნით 9 კაციანი შემფასებელი ჯგუფი და აქ თქვენ საზოგადოებაც აკვირდებოდა, რომ სრული კონსენსუსი იყო იმ მხრივ, რომ არ იყო პრეტენზიები ამ შემადგენლობასთან დაკავშირებით. და ამ ჯგუფმა მეორე ეტაპზე ინდივიდუალურად ჯგუფის წევრებმა შეაფასეს საკუთარი გადმოსახედიდან ეს კანდიდატები. აქ მნიშვნელოვანი ერთი რამის თქმა და იყო ახლა манипуляციები კიდე მიდის რომ გარკვეული რანჟირება გაკეთდა და ქულების დაჯამება რაც არის აბსოლუტური манипуляცია. ერთი რომ ეს თავად პროცედურაშიც ასე არის შეთანხმებული, არანაირი რანჟირება არ ხდება და ეს ჯგუფი ვინმეს გარიცხვას თუ გაცხრილობას არ ახდენს, ეს არის თითოეული წევრის ინდივიდუალური შეფასება. წევრები შერჩეული იყვნენ შემფასებლების სხვადასხვა სფეროდან, ზოგი ქალთა უფლებების სფეროდან, ზოგი გარემოს სფეროდან, ზოგი სხვა პროფკავშირების წარმომადგენლებიც იყო და ყველა საკუთარი გადმოსახედიდან აფასებდა კანდიდატებს. მათ შორის იქიდან გამომდინარე ჩვენ უფლება მივეცით ამ შემფასებლებს, რომ მათ შეფასების გარეშე დაეტოვებინათ გარკვეული კრიტერიუმები, სწორედ ამიტომაც დაჯამება არასწორია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რო ავხსნათ, ესე იგი 9 წევრი 4 კრიტერიუმით აფასებდა, რომ ჯამში 36 შეფასება უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 10 ქულიანი. არიან კანდიდატები, რომლებიც 9 წევრმა 4 კრიტერიუმით შეაფასა, ანუ 36 ჯერ აქვს ქულა დაწერილი, ზოგს აქვს 10 ჯერ შეფასება. და მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არის ინტერესთა კონფლიქტი, მაგალითად არის პირადი ნაცნობობა და აქედან გამომდინარე შეიძლება არ შეაფასებინა, შეიძლება იმიტომ რომ საკმარისი ინფორმაცია არ ქონდა და ვინაიდან გასაუბრების შესაძლებლობა არ ქონდათ მათ ესეთ პროცედურიდან გამომდინარე, მხოლოდ დოკუმენტებზე დაყრდნობით აკეთებდნენ შეფასებას. ამიტომ საბოლოო ჯამში ეს შეფასებები არის ინდივიდუალური, არ ჯამდება, არანაირი რანჟირება არ არის. ყველა 19-ვე წევრს აქვს თანაბარი პრეტენზიის ქონის უფლება იმისთვის, რომ დასახელდეს კანდიდატად. ეხლა ვართ შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები ან 7 კაციანი პარლამენტის წევრის ჯგუფს შეუძლია დაასახელოს ერთი ან რამდენიმე კანდიდატი. შეუძლიათ გაერთიანდნენ ერთად დაასახელონ კანდიდატი და ასე შემდეგ. უნდა დასახელდეს მინიმუმ 7 კანდიდატი და ამის შემდეგ უკვე საპარლამენტო უმრავლესობა ჩაერთვება ამ საკითხში. ამაზე უმრავლესობამ ნებაყოფლობით თქვა უარი დასახელებაზე თავად. ეს პროცედურით შეზღუდული არ არის, მაგრამ ნებაყოფლობით უარი თქვა, რომ არ ვასახელებთ ჩვენ ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა კანდიდატურას და რა მომენტში დასახელდება მინიმუმ 7 კანდიდატურა და ამისთვის პარასკევის ჩათვლით აქვს თუ არა ოპოზიციურ ჯგუფებს. შემდეგ უკვე უმრავლესობა იმ არჩევანიდან, რომელიც დარჩება 19-დან, მინიმუმ 7 იმ არჩევანიდან გააკეთებს თავის არჩევანს. აქ რა თქმა უნდა იგულისხმება, რომ ამ 7 მინიმუმ 7 კანდიდატის უკან საკმარისი ხმები არის, რომ უმრავლესობა როცა დაამატებს, შესაბამისი კვალიფიციური უმრავლესობა შეიქმნება. კი ბატონო, მოდით ასე ვთქვათ, შიდა ესე ვთქვათ განხილვების საფუძველზე
თქვენ როგორ ხედავთ შესაძლებელია შეთანხმება კვალიფიციური უმრავლესობით ერთ კანდიდატზე? კი, რა მომენტშიც ყველა გააცნობიერებს, რომ სახალხო დამცველი ან კანდიდატი, რომელსაც ხარს დაუჭერთ, უნდა იყოს თანაბრად მისაღები ყველასთვის. აი რა მომენტშიც ამას ყველა გააცნობს, ზუსტად იმ მომენტში შესაძლებელი იქნება კვალიფიციური უმრავლესობა. რატომ იცით, რომ აი ხომ ვაკვირდებით, თითქოს წარმოდგენა არის ასეთი, რომ რაღაც ქართული ოცნება ამ შემთხვევაში უმრავლესობა უნდა დაიყოლიონ თავის კანდიდატს. აი რაღაც ესეთი განწყობით იყო თავდაპირველად. ყოველ შემთხვევაში ხედავდით, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად ისეთი კანდიდატი, რომელიც არ მოსწონს ქართულ ოცნებას და უნდა დაიყოლიონ ახლა სხვადასხვა მექანიზმებით, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით და რაღაცნაირად ასე თქვა ზეწოლით თუ სხვა ასეთი ზეწოლები და სინამდვილეში ეს ხო ანტიდემოკრატიულია თავისი არსით. კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა. ანუ საქართველოს მოსახლეობა უმრავლესობის მანდატი სწორედ ჩვენ პარტიას მისცეს და ყველაზე დემოკრატიული ნაწილი, გადაწყვეტილების ნაწილი სწორედ ჩვენი მონაწილეობა არის. შესაბამისად, რა მომენტშიც გააცნობიერებს ყველა ოპოზიციაში, რომ ეს უნდა იყოს თანაბრად მისაღები და ამ თანაბრობაში უპირველეს ყოვლისა ქართული ოცნებაც იგულისხმება, ამ მომენტში შესაძლებელი. აი, მოდით მაგალითად ავიღოთ შემთხვევა, ხო? თქვენ ამბობთ, რომ გააცნობიერებს თანაბრად მისაღები კანდიდატი იყოს და ასე შეთანხმდნენ პარტიები, ხო? მე ვუყურე, ასე ვთქვათ, ბოლო მოქმედი სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშს, ასე ვთქვათ, პლენარულ ხტომაზე და მოვისმინე ის პრეტენზიები, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს სახალხო დამცველის მიმართ. რეალურად ჩანს, რომ მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, მსგავსი განწყობების კანდიდატს წესით ქართულმა ოცნებამ ხარი აღარ უნდა დაუჭიროს. თითქოს ასეთი განწყობა ჩანდა იქ. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს არასწორია, ესეთი მსჯელობა და სხვა რაღაცებმა გადაწყვიტოს ხოლმე საბოლოო ჯამში პარტიის გადაწყვეტილება, განსაზღვროს. იქიდან გამომდინარე, რომ ერთხელ უკვე დაუჭირა ასეთ კანდიდატს მხარი ქართულმა ოცნებამ, ესე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ აი ის მაგალითად არის სამი კანდიდატი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერენ მხარს, რომელსაც უკვე ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირა მხარი. მის კანდიდატად შეიძლება ითქვას დაასახელა, ხო? როგორ წარმოგიდგენიათ შეთანხმება ნაციონალურ მოძრაობასთან ამ სამიდან ერთ-ერთ კანდიდატზე? უპირველეს ყოვლისა ჯერ ჩვენ ველოდებით დასახელებას ყველა კანდიდატისა და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენ შეფასებებს და ჩვენს მოსაზრებებსაც. მესმის, უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, რომ თქვით, რომ უნდა შევთანხმდეთ ყველა და უნდა გავაცნობიეროთ. იმიტომ ჩვენ საკმაოდ გულახდილად საუბრობთ ჩვენ პოზიციებს. მათ შორის მეც მქონდა შეხვედრები, როდესაც თქვა განვიხილავდით პროცედურულ საკითხებს და იქაც გულახდილი საუბარი მქონდა, რასაც გარეთ საუბრობთ, დახურულ შეხვედრაში ზუსტად იგივე საუბრობთ. ერთი, რომ ეს უნდა იყოს თანაბრად მისაღები და ანუ ის განწყობა, რომ თითქოს უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც მიუღებელია ქართული ოცნებისთვის, ან დისკომფორტული არის, ან ასე შემდეგ, ეს თავად ეს განწყობა არის არასწორი. ანუ უპირველეს ყოვლისა, თუ კი ვინმესთვის უნდა იყოს მისაღები, სწორედაც რომ იმ ძალისთვის, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან უმრავლესობის მანდატი აქვს მინიჭებული. ხო ეს ხო დემოკრატიის ანაბანა არის. ამიტომ ერთი ეს საკითხი და მეორე ჩვენ ასევე ღია ვთქვით, რომ ეს არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ბარიკადებიდან ესაუბრება სახელმწიფო ინსტიტუტებს, ასე ვთქვათ, ახლა უხეშად ვთქვათ, ანუ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური აქტივისტი და უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა სახალხო დამცველი თავისი არსით, ეს არის პარლამენტის მანდატით აღჭურვილი ინსტიტუტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, მას აბარებს ანგარიშს და მისი, ასე ვთქვათ, მისი თვალები არის და მისი დამხმარე არის, რომ პარლამენტმა შეძლოს სხვადასხვა სფეროების კონტროლი, როგორ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა. ანუ ჩვენი ინსტრუმენტია პარლამენტი. ეს ხარ შეიძლება იყოს რაღაც ანტაგონისტური ინსტიტუტი პარლამენტის მიმართ. ხო, პარლამენტის ინტერესში არის, რომ ეს იყოს ინსტიტუტი, ეს იყოს ადამიანი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება პარლამენტს, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე კონდეს. სწორედ ამის გათვალისწინებით პირდაპირ გითხოთ. აი მაგალითად იმ სამი კანდიდატიდან თქვენთვის მისაღები თუ არის რომელიმე? თუ გაქვთ უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხზე? არ გვაქვს ვინაიდან 19 კანდიდატი არის დღევანდელი მდგომარეობით, არ არის ვიწრო არჩევანი, ასე ვთქვათ.
და ფორმალურად თუ არ ვწდები ჯერჯერობით მხოლოდ ერთია დასახელებული დღეს გიეჩმა დაასახელა თუ არ ვწდები იაგო ხვიჩა ფორმალურად როგორც დასახელდება ყველა კანდიდატურა ამის შემდეგ ჩვენ უკვე ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ იმიტომ რატო ამოფე არა იმიტომ რაღაც მოსაზრება არ გვაქვს არ გვინდა რომ ამათ გავლენა მოვახდინოთ მათ შორის პროცესზე თავისუფალი არის ოპოზიცია რომ დაასახელოს კანდიდატები და ამის შემდეგ ჩვენ იქიდან გამომდინარე წეგან ახსენეთ რომ ეს პარლამენტის ინსტრუმენტია და ასე შემდეგ და არა მაგალითად უმრავლესობის ხო ესე რომ თქვით ხო მთლიანად პარლამენტის ინსტრუმენტია იმის საკონტროლო და არც უმცირესობის ესეც მნიშვნელოვანია ხო კი ცხადია ცალსახად სწორედ აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე წესით უფრო ადვილი ხო არ უნდა იყოს შეთანხმება რაღაც კანდიდატზე, იმიტომ რომ ამ პარლამენტს ამუშავებს მხოლოდ 2 წელი დარჩა. მერე ვინ იქნება უმრავლესობაში, უმცირესობაში, ამას ისევ ის ხალხი გადაწყვეტს, რომელსაც ახლა მოგანიჭათ უმრავლესობის მანდატი, ხო? ანუ ეს არ არის განსაზღვრელი იმისა, რომ 6 წლით ვირჩევთ ადამიანს და ის მხოლოდ 2 წლის განმავლობაში შეიძლება მოემსახუროს, ასე ვთქვათ, როგორც ინსტრუმენტი მოქმედ პარლამენტს და შემდეგ ის უკვე სხვების უნდა იყოს. Თავისთავად, პარლამენტში იგულისხმება არა მხოლოდ ეს შემადგენლობა პარლამენტს, არამედ პარლამენტი როგორც ინსტიტუტი და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხებს, შემდეგ პარლამენტსაც ისეთი გადაწყვეტილება დაუტოვოთ, რომელიც არ იქნება პრობლემატური თავად პარლამენტისთვის. კიდევ ერთხელ აქ თავარი გამოსავალი რა მომენტშიც ოპოზიცია გააცნობიერებს ეს უნდა იყოს თანაბრად მისაღები და ამ თანაბრად მისაღებობაში ქართული ოცნების ასე ვთქვათ ხმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქართული ხალხის მხრიდან მას აქვს უმრავლესობის მანდატი და თუ კი ვინმე უნდა იყოს თანახმა, მათ შორის განსაკუთრებით უნდა იყოს ქართული ოცნება, აი თანაბრად მისაღებობის პრინციპს როგორც კი დაეთანხმება ოპოზიცია და არაიცე შეხედავს, რომ ეს იყოს კანდიდატი, რომელსაც აიძულებს ქართულ ოცნებას, რომ რაიმენარი დაითანხოს, ანუ მისი კანდიდატი იქნება ოპოზიციის კანდიდატი, როგორც მაგალითად ისე მოხდა ამის საქმე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ეს უნდა იყოს მათი კანდიდატი. რატო უნდა იყოს მათი კანდიდატი? რა მანდატი აქვს მათ ხალხისგან? ხალხის მანდატი დღეს აქვს პარლამენტს. მათ ხალხის მანდატი არა, მათი 12 პუნქტის მანდატი აქვს, სადაც ისინი ნახსენებია. არა, მონაწილე იცით რა, საქმეც იმაშია, ჩვენთან ხანდახან პროცესებში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღებაზე გადამწყვეტი ზემოქმედება ერთმანეთში ერევათ და ესო აერიათ, იმიტომაც დადგენ 24 ივნისს პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები და ითხოვდნენ ტექნიკურ მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობას. რაც არის აბსურდი. სწორედ ეს არის არაფორმალური მმართველობა, როდესაც რამდენიმე NGO ამბობს, რომ მთავრობა რომ დაკომპლექტება, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს იუსტიციის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი თუ ასე შემდეგ. მათ, ანუ ორგანიზაციებს, რომლეთაც ლეგიტიმაცია არ ცილდება, მათ ოფისს 20-30 ადამიანი, რომელიც მუშაობს ერთ ოფისში, ეს არის მთელი მათი ლეგიტიმაცია და ამის საპირწონედ დგას მაგალითად ქართული ოცნება, რომელსაც მილიონი ამომრჩეველი უჭერს მხარს და აქ, როდესაც საუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაში მთავრობის დაკომპლექტებაში, სწორედ ეს არის არაფორმალური ძალაუფლების მოთხოვნა, როდესაც სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე ითხოვ მთავრობის დაკომპლექტებაში. რატო ანიჭებს ქართული ოცნება აი ამ ჯგუფებს, რომელიც ეხა თქვით, რომელსაც აქვს თქვენი თქმით 20 კაცის ლეგიტიმაცია თუ როგორც არის, უფრო მეტ ლეგიტიმაციას, როდესაც მათ ჩართავს ხოლმე სხვადასხვა კომისიაში, სხვადასხვა პროცესში და ასე შემდეგ, ხო? მე მესმის რომ არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, თქვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, მაგრამ ერთხელ ჩემთან ეთერში პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება ცოტა სხვანაირად ესმითო. და ჩვენთან ეს სხვანაირად არის გაგებულიო. და რატომ არ ესე დაუტევებს, ესე ვთქვათ, ძველი ქართული გამოთქმით, ქართული ოცნება ამ მავნე პრაქტიკას. ზოგადად, როდესაც საუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რა თქმა უნდა, ის უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული NGO სექტორი, ან ხშირ შემთხვევაში ფაქტობრივად ჩვენ რასაც ხედავთ, ამას უკაცრავად, იმიტომ გეკითხებით, რომ მუდმივად აკრიტიკებთ, მაგრამ მუდმივად ახდენთ მათ ლეგიტიმაციას, მათი ესეთი ინკორპორაციით სხვადასხვა პროცესში. უპირველეს ყოვლისა, ლეგიტიმაცია შეიძლება ქონდეს სხვადასხვა საფუძველი. ერთი ეს არის ლეგიტიმაცია, ასე ვთქვათ, გარკვეული
წევრებისგან, მაგალითად პროფესიული კავშირი, ხო, მათი ლეგიტიმაცია არის მათი წევრები და ეს არის როგორც წესი დიდი გაერთიანებები, ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს ანუ ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულ სეგმენტს წარმოადგენს. პროფესიულ ორგანიზაციებზე არ საუბრობ ამ შემთხვევაში. ხო, ეს სწორედ პრინციპში სინამდვილეში არასამთავრობო როცა საუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, სწორედ ეს არის ევროპული გაგება სამოქალაქო საზოგადოების. მაგას გულისხმობ ამ შემთხვევაში არ საუბრობ მათთვის ლეგიტიმაციის მიცემაზე თქო ქართული ეწოდება. ხო, ვიტყვი მეორე სეგმენტს, ანუ პირველი სეგმენტი ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მისი ნამდვილი გაგებით, ოდესაც არის ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულ საზოგადოების გარკვეულ სეგმენტს წარმოადგენს, იურისტებს, ექიმებს, დასაქმებულებს, დამსაქმებელებს, ბიზნესს და ასე შემდეგ. ცხოველთა უფლებების ორგანიზაციები. და არის ორგანიზაციები, რომელიც ლეგიტიმაცია გარკვეულწილად მომდინარეობს მათი პროფესიული ცოდნიდან. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს მწვალეთა მოძრაობა, რომელსაც აქვს სპეციფიკური პროფესიული ცოდნა ამა თუ იმ მიმართულებაში, კვლევებით თუ პრაქტიკული მხრივ, და ამიტომ მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ცოდნა. და არის ორგანიზაციები, რომლებიც არიან საერთო ჯამში არის მათ შორის ჩვენთანაც, რომელიც თავისი არსით თუ კი დავაკვირდებით ზოგიერთ მათ შორის მჭექარე დასახელების მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, სინამდვილეში ეს არის თავისი არსით კონსალტინგური ფირმები, ანუ ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ პროექტს ახორციელებს და ხშირად არიან ყველა სფეროს, ასე ვთქვათ, ყველა სფეროზე გრძნობენ თავს კვალიფიციურად, ეკონომიკური დაწყებული და ადამიანის უფლებებით დამთავრებული ამ პირიქით და სინამდვილეში როგორც წარმომადგენლობითი კუთხით არანაირი წარმომადგენლობითი, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია მათ არ გააჩნიათ, მაგრამ როდესაც არის პროფესიული ცოდნა, ეს რა თქმა უნდა საინტერესოა, მაგალითად, როცა გარემოს საკითხებზე ვსაუბრობთ, ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანი არის ორგანიზაციები, რომლებსაც საკუთარი გამოცდილებით აქვს გარკვეული პროფესიული ცოდნა დაგროვებული. მოდით ბოლოში აი ეს გავაგრძელოთ ეს საუბარი, რომელიც ჩემი აზრით უკავშირდება მათ შორის როგორც დემოკრატიულ პროცესს, ასევე სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს. როდესაც აი ამ კანონ პროექტზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრობდა მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე, მან ესეთი ფრაზა თქვა: რა კანონ პროექტის წარდგენაც მიწევს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და მმართველობის პრინციპებს. იგივე შეიძლება გავავრცელოთ სხვა დანარჩენ საკითხებს, ხო, სახალხო დამცველზეც და ასევე ვთქვათ ცესკოს თავმჯდომარის არჩევაზეც და ასე შემდეგ. კარგად ამიხსენით, ქართული ოცნება რატო თმობს ლეგიტიმაციის, ასე ვთქვათ, ძალაუფლების გარკვეულ ნაწილს. ეს არანაირად არ მესმის. ჩემთვის არ არის ეს ახსნილი და გასაგები, თუნდაც დაყრდნობილი აი 12 პუნქტზე და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ რთულია როდესაც თქვათ პირობითად ავიღოთ პარტია ამტკიცებს, რომ ან არც არჩევნები გააყალბა, მიიღო ის ხმები, რაც მიიღო, მას აქვს ესეთი უმრავლესობა და ასე შემდეგ, თან ხმდება იმაზე, რომ გაუნაწილოს საკუთარი ძალაუფლება სხვებს, რომლებსაც შეიძლება არ ქონდეთ ამ ხელა ლეგიტიმაცია. ხო, მოდით ესე ვთქვათ, პირობითად ავიღოთ მეორე ადგილზე მყოფი პარტია, რომელსაც შეიძლება ბევრად მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ელექტორალური, ასე ვთქვათ, ვიდრე ვთქვათ სხვა დანარჩენებს, ხო, რომელიც აიღეს 2% და ან კიდე 2.5% და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ხო შესაძლოა ასე მოხდეს, რომ არა ვთქვათ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ოპოზიციის მხარდაჭერა ქონდეს გარკვეულ საკითხებს, არამედ საკმაოდ დაბალი ლეგიტიმაციის მქონე ოპოზიციის, ოღონდ რამდენიმეს მხარდაჭერა ქონდეს და ის, ესე ვთქვათ, საჭირო კვალიფიციური უმრავლესობა შედგეს. ანუ რეალურად გამოვა, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ძალაუფლება რაღაცა ეფემერული გაუგებარი ჩემთვის მიზეზების გამო საკუთარი ძალაუფლება გადაუნაწილა იმ პარტიებს, რომლებსაც ისევ და ისევ იმ რაღაცა ეფემერული პრინციპებიდან გამომდინარე დღეს არიან პარლამენტში, იმიტომ რომ ისიც რომ დაბალი იყო ბარიერი წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ესეც ხო რაღაცა სხვა შექმნილი, ესე ვთქვათ, გამოგონილი პრაქტიკის შედეგი იყო, ხო? როცა ბარიერი იყო დაწეული. ხო, რაც შეეხება რატომ ის რომ ჩვენ ამ ზოგადად ამ პრინციპს არ ვეთანხმებით, ამიტომაც არის რომ ეს არის დროებითი წესი და ეს არ იქნება სამუდამოდ, ასე ვთქვათ, გენერალურ პროკურორს რაც შეეხება. ზოგადად კვალიფიციურ უმრავლესობაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის სამწუხაროდ რაღაც გარკვეული კონიუნქტურა დამკვიდრებული, რომ თითქოს კვალიფიციურ უმრავლესობა უფრო კარგი უმრავლესობაა, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობა. და ზოგ დისკუსიაში მასაც საუბრობენ რაღაც თითქოს ნაკლებად დემოკრატიული არის ჩვეულებრივი უმრავლესობა, რაც არის ტყუილი. გადაწყვეტილებების 90
19.9% ყველა პარლამენტში მიიღება ჩვეულებრივი უმრავლესობით, საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებები, რაცაც იღებს პარლამენტი, ხომ? და გარკვეული კონიუნქტურა სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში დამკვირდა ამ კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ ჯერ ბოლომდე ეს კონიუნქტურა გადატეხილი არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ამ პრაქტიკას ჩვენ ვაკვირდებით, რომ ქართული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს კვალიფიციური უმრავლესობა არ მუშაობს არც იმ მიზნისთვის, რომელსაც ცდილობენ რომ ახსნან, რომ არის კონსენსუსის მიღწევისთვის და პირიქით პრობლემას უქმნის ინსტიტუტებს. რაც შეეხება იმას ზოგადად ძალაუფლების გადანაწილება. თავისთავად ძალაუფლების გადანაწილება კი არ არის ცუდი მოვლენა და თავისთავად ორი რაღაცა უნდა გავიტანოთ. ხელოვნურ ძალაუფლების გადანაწილებაზე გავითვალისწინოთ. ერთი ეს არის, რომ თანამედროვე დემოკრატია ეს არის უმრავლესობის მმართველობა არის, მაგრამ რა თქმა უნდა, სულ უფრო მეტად და მეტად მნიშვნელოვანი არის რომ ის მეორე ნაწილი დემოკრატიის, რომ ეს გულისხმობს უმრავლესობის მმართველობა უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებით, აი ეს ინტერესების გათვალისწინება სულ უფრო რეალური და ხელშესახები ხდებოდეს. იყოს არა მხოლოდ სიტყვით თქმული, არამედ საქმეშიც გამოხატული. ამის სხვადასხვა ინსტრუმენტები არსებობს და ფორმები, მონაწილეობითი დემოკრატიისა, როდესაც ჩართული არიან მათ შორის ოპოზიცია სხვადასხვა გადაწყვეტილებებში და აქ არის მნიშვნელოვანი მოიძებნოს სწორი ბალანსი. იმიტომ რა მომენტშიც თქვენ რასაც გულისხმობთ, გადადის სასწორი იქით ხარეს, რომ უმცირესობას აქვს ჭარბი ძალაუფლება, ეს უკვე არ არის დემოკრატიული, ვინაიდან გამოდის, რომ უმცირესობა მართავს უმრავლესობას და ესეც თავისთავად ჩვენ ერთი ქვეყანა გვახსოვს ერთ კონტინენტზე, სადაც უმცირესობა უმრავლესობას მართავდა და ეს არ არის ნამდვილად დემოკრატია. ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი მოიძებნოს სწორი ბალანსი ერთის მხრივ უმრავლესობის მმართველობისა, რომელიც არ იქცევა გარკვეულწილად ტირანიათ, ასე ვთქვათ, უმრავლესობისა, მაგრამ არც ისე უნდა იყოს, რომ უმცირესობის ხადია, მე მგონი არ ჭირდება ჩემი მხრიდან იმას ახსნა, რომ მე ტირანიას არ ვითხოვ ამ შემთხვევაში, ხო? ამ შემთხვევაში სწორედ იმაზეა საუბარი, რომ როდესაც ანუ ერთმანეთთან მიმართებაში ჩემი აზრით არის არათანმიმდევრული. მტკიცება იმისა, რომ შენ გეკუთვნის ძალაუფლება ლეგიტიმურია შენი ძალაუფლება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დათანხმება იმაზე, რომ ეს ძალაუფლება გაუნაწილო სხვებს რაღაცა სხვა პირობებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ რაღაცა ამ სხვებთან დიალოგი გწადია, მათი აზრის გაზიარება გწადია და ასე შემდეგ, რაც არ არის ჩვენთან დამკვირვებული პრაქტიკა. ხა ჩვენ რასაც განვიხილავთ ამ შემთხვევაში საკითხებს, არც ერთი არ შედის იმ გაგებაში, რომელიც წეგან თქვით, რომ უმცირესობის ინტერესების გათვალისწინება, ხო? ამ შემთხვევაში კონტექსტია, ხო, მნიშვნელოვანი რა კონტექსტში. სწორედ ეს მაინტერესებს, რატო შევიდა ქართული ოცნება ამ თამაშში? ანუ ამ თამაშში ქართული ოცნება არ შესულა ახლა. ამ თამაშში ქართული ოცნება შევიდა, როდესაც პირობითად თქვა თავის დროზე, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდებოდა და თან ნულოვანი ბარიერით თუ ბუნებრივი ბარიერით. შემდეგ დათანხმდა შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც ეს ყველაფერი გაწერილი იყო, ხო? ანუ აი ეს ლოგიკა მე არ მესმის. პრინციპი ლოგიკა არის იმაში, რომ ქართული ოცნება ცდილობს პოლიტიკური თანამშრომლობის, ამ პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არის თანაბარი შესაძლებლობები პოლიტიკური კონკურენციის. მათ შორის ბარიერის დაწევის მიზანიც ეს იყო, რომ პატარა პოლიტიკურ პარტიებს, ან იმ ძალებს, რომლებიც არ აქვს თქვათ შეიძლება დიდი მხარდაჭერა, ქონოდათ სცენა, ასე ვთქვათ, პლატფორმა პარლამენტის თქვით, ამან ის პლურალიზმის შექმნა. ამაზე მე სხვა დროსაც მისაუბრია, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ამან მოგვცა არითმეტიკული პლურალიზმი, რომელიც შინაარსობრივ პლურალიზმში სამწუხაროდ არ გამოიხატება პარლამენტში. ჩვენ მოგვცა არითმეტიკულად 14 პარტია პარლამენტში, რეალურად 9 სუბიექტი იყო, მაგრამ ვინაიდან ბლოკებიც იყო 14 პარტია, მაგრამ განსაკუთრებით დასაწყისში ჩვენ ვნახეთ, რომ იყო ნაციონალურ მოძრაობის გარშემო დაჯგუფებული დანარჩენი 13 პარტია, ხო? მაგრამ მე ის თქვა მინდა, რომ ესეც არის, რომ ჩვენ ამით ვცდილობთ გარკვეული ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გარკვეული კულტურის დამკვიდრებას, თუმცა სამწუხაროდ ხშირად ეს პრობლემური არის ხოლმე. თუ კი დააკვირდებით მაგალითად ბარიერთან დაკავშირებითაც, ხო? ოპოზიცია ხშირად აყენებს ამ საკითხს კიდევ, რომ დაიწიოს ბარიერი. რას ვამბობთ ჩვენ? ხო, ჩვენ ვამბობთ, როგორც კი ჩვენ ვნახავთ, რომ მიდის ყველაფერი იქით, რომ არის დეპოლარიზაცია, თანამშრომლობა და არაღიარება, დელეგიტიმაცია ინსტიტუტების და ასე შემდეგ, ჩვენ ვიქნებით გზად ამაზე სასაუბროდ. ნაცვლად ამისა, რომ ეს ნაბიჯები დაგვანახონ,
თან ჩვენი მხარდაჭერა ხო საჭირო უშუალოდ ყოველ შეიძლება ეს კონსტიტუცია. ნაცვლად ამისა რომ დაგვანახონ რომ კი ბატონო ჩვენ მივდივართ ნორმალური პოლიტიკური ასე ვთქვათ კონკურენციის გზაზე, არა იმ გზაზე რაზეც დგას დღეს ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები რომ ეს არის მიდის დელეგიტიმაციის გზით პარლამენტის არ აღიარებს დღემდე არ აღიარებს პრინციპში ხო თუნდაც ის რომ საუბრობენ რუსულ პროექტზე და ასე შემდეგ პუტინი და ასე შემდეგ ეს ხო დელეგიტიმაცია ჩვეულებრივად სახელმწიფო ინსტიტუტების არ აღიარებენ რომ ისინი წარმოადგენენ ქართულ ხალხს ხო და ნაცვლად ამისა რომ გვაჩვენონ ეს კონსტრუქციულობა კვლავ არიან იმ ასე ვთქვათ წარმოდგენებში რომ გვაიძულონ დათანხმება ასე ვთქვათ ბარიერის დაწევაზე რაც აბსურდი არის კვლავ შედიან იმ პოლიტიკურ თამაში რომ და იმ წრეში ტრიალებენ რომელიც ესეც არის საკურველი რომ რამდენჯერაც ამ წრეზე ტრიალებენ სულ და სულ ხედავენ რომ შედეგს ვერ აღწევენ ვერანაირის იმიტომ ქართული ხალხი ხედავს ერთ რამეს ხომ ამ მთლიანად შეიძლება იყოს ბევრი რაღაცა ჩვენს პოლიტიკაში ხანდახან გაუგებარი მაგრამ ერთ რამეს ქართული ხალხი ნამდვილად ხვდება ვის მხარეს არის გულწრფელობა. აი ეს გულწრფელი დამოკიდებულება ქართული ოცნებისა საკუთარი ამორჩევლის და ზოგადად მოსახლეობის მიმართ და დამოკიდებულება იმ პასუხისმგებლობის მიმართ რომელიც მას აქვს, სწორედ ეს გულწრფელობას ხედავს ჩვენი მოსახლეობა და ამიტომაც არის რომ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა თქვათ არ ევახდებოდეს ყოველდღიური რაღაც სკანდალებით ასე თუ ისე ხომ ყველა ეს საკითხი საბოლოო ჯამში ამ საკითხს ქართული ხალხი სწორ პასუხს წევს ხოლმე. კი ბატონო, მოდი კარგი არის ბოლოსთვის ძალიან კარგი ამბავი. ქართული ხალხი წევს პასუხს, თავის პასუხს, რომელი პასუხიც თუ ამ ყველაფერს ესე დავალაგებთ, როგორც აქამდე მოვედით, ჩვენი მთელი საუბრიდან გამომდინარე, თავისი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციიდან მოყოლებული ამ 12 პუნქტით, რომელშიც არის ისეთი საკითხები, რომელიც აი ესეთ პრობლემურ ასე ვთქვათ, საკითხებად გადაიქცევა ხოლმე, სად არის მათ შორის ჩვენი პარტნიორების მხრიდან ქართველი ხალხის არჩევანის პატივისმცემა ასე ვთქვათ და მე არ ვთხოვ ქართულ ოცნებას რომ ესე ვთქვათ საკუთარი ძალაუფლება დაიცვას. ვთხოვ ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვას ამ შემთხვევაში და სუვერენული ინტერესები დაიცვას ქვეყნის, ხო? თუ ჩვენ ეს პუნქტები პრობლემებს გვიქმნის და თუ ჩვენ ეს რეზოლუციებს ესეც ვიღებთ, რომელშიც მათ შორის ქართველი ხალხის სუვერენული ინტერესი არის ესე თქვა შელახული ხო ქართულმა ხალხმა თუ აირჩია ქართული ოცნება მათ შორის იმიტომ აირჩია რომ რაღაცის წინააღმდეგაც აირჩია ხო ვიღაცის წინააღმდეგაც აირჩია და მათ ხარდამჭერ საკითხებს ხედავთ ხოლმე სხვადასხვა სივრცეში სად არის ქართული ხალხის ინტერესების დაცვა და როგორ იცავს ქართული ოცნება არა როცა ჩვენ საუბრობთ ამ 12 რეკომენდაციაზე რა თქმა უნდა პრობლემას არ გვიქმნის ახლა ჩვენ უბრალოდ ამოწყვეტილად საუბრობდით ერთ-ერთ საკითხზე გენერალური პროკურორის არჩევის კვალიფიციური უმრავლესობის საკითხია პრინციპში აქ პრობლემატური იქიდან გამომდინარე რომ თავად ეს სისტემა კიდევ ერთხელ ახსენი რომ ეს კონიუნქტურა დამკვიდრებული ისე რომ არ გვეგონოს ხა გენერალური პროკურორის საკითხია სახალხო დამცველის საკითხია დეოლიგარქიზაციის საკითხია პოლარიზაციის საკითხია რომელიც მე არ ვიცი როგორ იქნება დაძლეული ხო ხო არა კიდევ გენერალური პროკურორის საკითხი რო ავიღოთ კიდევ ერთხელ კვალიფიციური უმრავლესობისა ეს არის ზოგადი კონიუნქტურა გარკვეული წმენა ბიუროკრატიულ წრეებში რომ კვალიფიციური უმრავლესობა შველის განვითარება დემოკრატიებს კონსენსუსი მიიღოს რაც არის უბრალოდ სტარი მიდგომა და კი ბატონო თუნდაც ის დემოკრატიები ესე განვითარდნენ მათ თუმცა ხო გასაგებია მაგრამ ნუ ამასთან დაკავშირებით კარგი ის არის რომ დღესაც ვნახეთ ჩვენ პარლამენტში ყველა დარწმუნდა რომ არ არის ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალა რომელსაც რეალურად ჯერა რომ ეს არის კარგი წესი ხომ ყოველ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი თუმცა რაც შეეხება მიუხედავად ამისა რომ ყველა ამაში დარწმუნდა არ არის ყველა მზადი იმისთვის რომ იმავე ევროკავშირს დაუმტკიცოს რომ ეს არ არის სწორი წესი და იმაზე კი არის ზრუნავს რომ მაინც შევასრულოთ ეს პუნქტი არამედ იმაზე იზრუნავს რომ მოდი ეს პუნქტი საერთოდ ამოვიღოთ იმიტომ რომ ყველა ვწდებით რომ ეს სხვა არ არის კარგი ნუ არ კიდე სამწუხაროდ ეს არის პოლიტიკური ასე ვთქვათ თამაშის ნაწილი რომელსაც ოპოზიციის ნაწილი თამაშობს ხოლმე ის რომ ნაცვლად იმისა რომ ამ შემთხვევაში დადგნენ ქვეყნის მოწყობის სისტემის მხარეს იმ კუთხით რომ
ობიექტურად რაღაც პოზიციები გქონდეთ, ნაცვლად ამისა პირიქით რაღაც გარკვეულწილად ხელისუფლების საწინააღმდეგოდ როგორ იმისთვის რომ აიძულონ რაღაც ცვლილებების მიღება, აქაც თვითონაც აუხსნათ საბოლოო ჯამში მხარს უჭერენ ასეთ თუ ისეთ ცვლილებას. მოგეთ ეს თავის მხრივ ეს საკითხი მოხდება ჩვენს უახლოეს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, მაგრამ მე ისიც თქმა მინდა რომ ამ 12 პუნქტს რა თქმა უნდა არ უნდა მიადგეს ჭრილი იმ კუთხით რომ აქ არის საკითხები რომელიც მნიშვნელოვანი არის რომ საერთო შეთანხმებით მათ შორის იქნას მიღწეული მაგალითად საარჩევნო რეფორმასაც შეეხება აქ იყო რამდენიმე საკითხი რომელიც საბოლოო ჯამში ყველა გავიარეთ და EU-თ ოდრის დასკვნები დარჩენილი პუნქტები რაც იყო ეს ყველაფერი ასახული არის და პირიქით ეს წინ წაწევს ჩვენ საარჩევნო სისტემას სასამართლო რეფორმაზე ჯერ კიდე მიდის მსჯელობა და ნახოთ რა იქნება ამის შედეგი დღეს ამ 12-დან მე-11 პუნქტი შევასრულეთ კიდევაც, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების პროაქტიულ გამოყენებას ეხება და ეს საკითხი, ასე ვთქვათ, უკვე შეგვიძლია გავამწვანოთ, რომ შესრულებულია 12-დან ერთ-ერთი პუნქტი და საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ყველამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველო წინ წავწიოთ ევროპაში ინტეგრაციისთვის. საერთო ჯამში თავის დროზე გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მიცემას ამას ჩვენ კოლეგებსაც ევროპელებსაც ღიად ვეუბნებით ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება რომ იმ მოცემულობაში საქართველოსაც ეკუთვნოდა მათ შორის თუ კი შევაძარებთ თუნდაც ამ სფეროებს სხვა კანდიდატ ქვეყნების შესაბამის სფეროებს იქნება სასამართლო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ თუმცა გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მაშინ არ იყო მიღებული თავარია და მათ შორის ბევრია რომელიც უკვე ნანობს რომ თავის დროზე ეს გადაწყვეტილება ასეთი არ იყო მიღებული გვახსოვს მათ შორის როგორი მცდელობები იყო სხვადასხვა შიდა პოლიტიკური ძალების მხრიდანაც მათ შორის ჩვენგან რომ ასე ვთქვათ ეს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის ვინაიდან გარკვეულწილად ეს გულისხმობს ხელისუფლების გაძლიერებას კი ბატონო ეს საკითხი რომ დავასრულოთ ჩვენი საუბარი ბუნებრივია მათ შორის არის გენერალური პროკურორის არჩევის წესი საბოლოო ჯამში ამ ქვეყანას არ დააქცევს და დრო მოვა ის ორი მოწვევის პარლამენტის და გაივლის და შემდეგ სხვანაირად დადგება თავის ადგილზე მე დონე თუ კოალიცია იქნება თუ პარტია 90 ხომ იქნება ხო და ანუ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ეს დაალაგდება მომავალში მაგრამ აი სამწუხარო საბოლოო ჯამში ის არის რომ აი ესე რაღაცა ფორმალური შესრულებებით აი ესე რაღაცა პუნქტების ჩვენ გვიწევს რაღაცა კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომელიც შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია გზის და არა დასასრული ხო თავისთავად ეს ამას ასეც უნდა შევხედოთ რომ ეს რა თქმა უნდა ერთის მხრივ არის გრძელი და არ არის ადვილი გზა ზოგადად ევროკავშირში ალბათ ცოტა არის ქვეყანა ევროკავშირის წევრი რომელიც კმაყოფილია ყველა რეგულაციით რომელიც ევროკავშირში ნახეთ რომ დიდმა ბრიტანეთმა დატოვა საერთოდ ევროკავშირი იმის გამო რომ არ უნდათ რეგულაციები ეს რა თქმა უნდა არის უკვე კომპრომისები სახელმწიფოებს შორის იქ ამითაც არის მომხიბვლელი ალბათ ევროკავშირი რომ იქ არ არის დომინირება რომელიმე ქვეყნის არამედ არის კომპრომისები ქვეყნებს შორის და გარკვეული დათმობები როგორც თქვა შეიძლება არსებობდეს პარტიებს თუ ადამიანებს შორის სახელმწიფოებს შორის არის ყველა ბედნიერი შეიძლება არ იყოს ამა თუ იმ რეგულაციით მაგრამ საერთო სიკეთისთვის რომ ეს კარგია ამას გვაჩვენებს საბოლოო ჯამში ევროპა როგორც მშვიდობის პროექტი და როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის პროექტი რომ საბოლოო ჯამში საერთო კეთილდღეობისთვის და მშვიდობისთვის ეს გზა არის ყველაზე სწორი გზა ამიტომ ამ გზაზე იქნება დათმობები იქნება რეგულაციები რომელიც ხანდახან თავად ევროპელებიც ხუმრობენ ხოლმე სხვადასხვა რეგულაციებთან დაკავშირებით და თავადაც არ ესმით იმიტომ სხვადასხვა სპეციფიკით არის გადაწყვეტილება მაგრამ ერთი რამე არის მნიშვნელოვანი რომ დღევანდელ ეპოქაში ევროკავშირი ეს არის ყველაზე პროგრესული, ყველაზე მშვიდობიანი და ყველაზე ეკონომიკურად წარმატებული პროექტი და სწორედ ამ პროექტის და ამ სივრცის ნაწილი გვინდა რომ ვიყოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ, მშვიდობიან ღამეს, თქვენს დაგემშვიდობებით, ღამემშვიდობის შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ სამშაბათს.